სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდისათა, მოგესალმებით ყველას მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას. ძველი აღთმა, დაბადება, თავი 53. წმინდა მამების გამარტებით, რა თქმა უნდა, როგორც არის წმინდა ავგუსტინე, გრიგოლ ნაზიანზელი, ეფრემ ასური, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, ამბროსი მედიოლანელი, გრიგოლ ნოსელი, კირილი ალექსანდრიელი და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე. ანუ შიმშილი ეს გამარტებით წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ შიმშილი გაანგებით მძიმდება, რათა იაკობის ოჯახი კვლავ ეგვიპტესკენ გაემართოს, სადაც ღვთის გეგმა ვლინდება, ხო? შემდეგ მეორე მუხლი, როცა შეჭამეს მთელი პური ეგვიპტიდან, რომ ქონდათ ამოტანილი, ესე იგი მამამ უთხრა მათ, გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო. უთხრა მას იუდამ, მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა. თვალით არ დამენახოთ. თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო. იუდა ხაზს უსვამს, რომ იოსების მკაცრ მოთხოვნას, ესე იგი, რაც ძმებს რთულ არჩევანს უყენებს. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს. წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ იუდას სიტყვები აჩვენებს, რომ ის ხედავს მხოლოდ ერთ გამოსავალს, ხო, ბენიამინის წაყვანას. შემდეგი, თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო. ბასილი დიდის გამარტებით იუდა ხაზს უსვამს, რომ იოსების პირობა გარდაუვალია, რაც იაკობს გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს. უთხრა ისრაელმა, ისრაელმა ჩვენ ვიცით უკვე არაერთხელ თქვენ, რომ ესე იგი გაგახსენებთ, რომ ესე იგი ისრაელი, ანუ სადაც ქვია იაკობი იგივე, ხო? ღმერთმა შეუცვალა ესე იგი სახელი. უთხრა ისრაელმა, რად მიბოროტეთ, რად გაუხმილეთ იმ კაცს, რომ კიდევ ყავთ ძმა, ანუ რატომ უთხარეთო, გაუმხილეთო, ხო? ამბროსი მედიოლანელი, ასე მედიოლანელი ასე გამარტავს მეგობრებო, რომ იაკობის გაბრაზება მის შისა და სასოწარკვეთას გამოხატავს, რადგან ის ესე იგი მას ეშინია ხო ბენიამინის დაკარგვის, ხო? როგორც ერთ დროს დაკარგა იოსები, ხო? მან რა თქმა უნდა დარწმუნებულია, რომ ის აღარ არის იოსები და რომ ესე იგი მხეცებმა დაგლიჯეს. შემდეგი მეშვიდე მუხლი, უთხრეს, არ მოგვეშვა ის კაცი გვეკითხებოდა ჩვენ და ჩვენს მოდგმის ამბავს. თუ არის ცოცხალი მამა თქვენიო, კიდევ თუ ყავთო ძმაო, ჩვენც ვოამბებთ ყველაფერი. რა ვიცოდით თუ გვეტყოდაო, ესე იგი თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო. გრიგოლ ნოსელი ასე გამარტავს, რომ ძმები თავს იმართლებენ, რაც მათ გულწრფელობასა და ესე იგი გაუცნობიერებლობას აჩვენებს. უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას, გაგვატანე ყმაწვილი, ესე იგი ავდგები და წავალთო, რომ ესე იგი ცოცხლები დავრჩეთო და არ დავიხოცოთო არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი ესე იგი შვილები. ხო. შემდეგი ვაგრძელებთ მე-9 მუხლი. მე ჩავიბარებ და მე მომკითხეო. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემწოდე ვიყო შენს წინაშეო. იოანე ოქროპირია გამარტავს მეგობრებო, რომ იუდას დაპირება სიმბოლურად მიგვითითებს მის ზაობაზე, ხო ვთქვათ, გაიღოს მსხვერპლი ოჯახისთვის. შემდეგი, რომ არ დაყონებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულებიო, ხო? უთხრა მათ ისრაელმა, ანუ იაკობმა, მათმა მამამ, თუ ასეა, ის მაინც გააკეთეთ და გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის, ესე იგი და ესე იგი ჩაუტყანეთ
ანუ გაავსეთო ჭურჭლებიო ამ ქვეყნის ეს დოვლათითო ჩაუტანეთ იმ კაცს ზღნად და მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმებელი შტახსი, ფსტა და ნუშიო. ნუ ასეთი გამარტება არის, რომ გრიგოლ ნოზიაზელის ესე იგი რომ იაკობის ძღვენი სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის ნიშანია, მეგობრებო, რაც ღვთის განგებას ემსახურება. ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკავე მიეცითო, ალბათ შეცდომა არისო რაღაცო. თქვენი ძმაც წაიყვანეთო, ადექი და კიდევ წადით იმ კაცთან. ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგიტანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი თუ უშვილო დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილოთო. ამბროსი მედიოლანელია გამარტავს, რომ იაკობის ლოცვა ღვთისადმი მის ღრმა რწმენას ავლებს, თუმცა მისი საზოწარკვეთაც ესე იგი ჩანს, ხო აქა. შემდეგი მეგობრებო, შეგახსენებთ, ეს არის წიგნი ძველი აღთმა, წიგნი დაბადება, პირველი 53 თავი მე-15 მუხლიდან ვაგრძელებთ. წაიღეს კაცებმა ეს ზღვენი ვერცხლის ერთიორა წაიღეს და ბენიამინიც წაიყვანეს. ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარდგნენ იოსებს უკაცრავად. დაინახა მათამ ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს. მომიყვანეს სახლში ეს კაცებიო, საკლავი დაკალი და გამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური და ამ კაცებმა შუადღისასო. კირილე ალექსანდრიელი გამარტავს, რომ იოსების სტუმართმოყვარეობა მის სიყვარულსა და ოჯახისადმი ზრუნვას გამოხატავს. ისე მოიცა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა, მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსებს სახლშიო. შეეშინდათ ამ კაცებს იოსების სახლში რომ მიიყვანეს, თქვენს იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათო, მაშინ რომ ესე იგი ვაშკარანებში ჩაგვიდესო. გახსოვთ ხო, ჩვენ წავიკითხეთ წინა თავი. თავს დაგვესხმიან რომ დაგვიმონონო და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონო. ეფრემ ასური გამარტავს, რომ ძმების შიში ეს მათი სინდისის ესე იგი გაღვიძების ნიშანია, რაც წარსული ცოდვის ესე იგი გამოძახილია, ასე ვთქვათ. შემდეგი მე-19 მუხლი. მიადგნენ იმ კაცს იოსების სახლის მოურავს და დაელაპარაკდნენ სახლის შესასვლელთან. უთხრეს, გევედრებით ბატონო, ჩვენ წინათაც ჩამოვსულ ვართ პურის საყიდლათო. ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ, რომ ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლიო. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელითო. ნუ ძმების ბასილი დიდი გამარტავს, რომ ესე იგი ამ ძმების მცდელობა რომ დაუბრუნონ ვერცხლი, მათი პატიოსნებისა და ეს ღვთისადმი ნდობის გამოვლინებაა. შემდეგ ნახეთ, სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელის პურის საყიდლათო. არ ვიცით ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებშიო. უთხრა მათ, მშვიდობა თქვენ და ნუგეშინია თქვენმა ღმერთმა, მამა თქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში. მომივიდა თქვენი ვერცხლი და გამოუყვანა სიმონი. შემდეგ 24 მუხლი. შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა. მოამზადეს ძღვენი, ვიდრე იოსები მოვიდოდა შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ აქ უნდა ეჭამა პური. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ესე იგი
ძღვნის მომზადება ძმების პატივისცემა და მზადყოფნას, ესე იგი გამოხატავს მზადყოფნას. შემდეგი 26 მუხლი. მოვიდა იოსების სახლში და მიართვეს მას ძღვენის საკუთარი ხელი და მიწამდე თაყვანის ცეს. ეფრემ ასური ამბობს, რომ ძმების თაყვანისცემა მეგობრებო იოსების სიზმრის კიდევ ერთი აღსრულებაა. გახსოვთ, რომ ესე იგი პატარა რო იყო, რომ მოუყვა სიზმარი ძმებს. რაც ღვთის ნებას ადასტურებს. შემდეგი 27. მოიკითხა იოსებმა ისინი და დაუთხრა. უკაცრავად. ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამა თქვენიო, ვიზეც მელაპარაკებოდით. ხომ ცოცხალია ჯერაც. იოსების ზრუნვა ახლა მამის შესახებ მის სიყვარულსა და რა თქმა უნდა ოჯახისადმი ერთგულებას აჩვენებს. უთხრეს, მშვიდობით არის შენი მორჩილი მამა ჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანის ცეს. წმინდა ავგუსტინეს განმარტებით ძმების პასუხი მეგობრებო და თაყვანისცემა მათ მორჩილებასა და პატივისცემას გამოხატავს. შემდეგი, აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი. იკითხა, ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმაო, ვიზეც მელაპარაკებოდითო? თქვა, ღმერთი გწყალობდეს ჩემო შვილო. ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა. ამბროსი მედიოლანელი ამბობს, მეგობრებო, რომ გამარტავს, რომ იოსების სრემლები მის ღრმა სიყვარულსა და ემოციურ კავშირს ოჯახთან აჩვენებს. შემდეგი, დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული და თქვა, მოგვიტანეთ საჭმელი. მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე. მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე. რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ პური. ხოლმე სიბილწედ, ესე იგი, გაცხდნენ ამას ეგვიპტელები. რა თქმა უნდა, ეხლა ებრაელებისთვის ესე იგი ებრაელი ხალხისთვის ეგვიპტელები იყვნენ წარმართები და ესე იგი ცალკე სუფრები ეგვიპტის კულტურულ ტრადიციებს ასახავს, მაგრამ ღვთის განგება არა განსხვავებებს გადალახავს, ხო? ღვთის განგება ამ განსხვავებებს გადალახავს. შემდეგ ვაგრძელებთ და ვამთავრებთ, დაგვრჩა ორი მუხლი. 33. დასხდნენ მის პირისპირ უფროს უმცროსობის მიხედვით. გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა. ანუ წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ძმების გაკვირვება მათ უცოდნელობასა და ღვთის განგების საიდუმლოებაზე მიგვითითებს. და ბოლო 34 მუხლი, უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს, ბენიამინის კერძი 5-ჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთრნენ მასთან ერთად. წმინდა ეფრემ ასური გამარტავს, რომ ბენიამინის განსაკუთრებული პატივისცემა იოსების სიყვარულსა და ოჯახის გაერთიანების სურვილს აჩვენებს. ღმერთმა დაგლოცოთ, მეგობრებო, შეგიწიროთ ყველას ვინც მისმენდით და დარჩით და იყავით, რაც ყველაზე მთავარია ქრისტეს მიმართ ერთგულნი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ, მადლობა.